ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა მეგობრებო, აინთ ღვთაებრივი ცეცხლი. ეს არის ღვთაებრივი ცეცხლი და ეს არის ის, რაც გვეუბნება ჩვენ რომ დაიწყო აღდგომა. თურმე მეგობრებო, თურმე. თუ მოусმენ შალვა კიკელიას. ღვთაებრივი ცეცხლი მეგობრებო, ღვთაებრივი ცეცხლი ყოველ წელს უნდა ჩავწერო ალბათ ამაზე ვიდეო, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიგონა მყორნება, რომ ღვთაებრივი ცეცხლი ეს კი არ არის, არამედ არის ეს. აქ რაც არის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც გადმოდის ჩვენს გულებში. შენ რა სიტყვი მარინოს? არ ვიცი. ეხლა ჩვენთან არის ცეცხლი და გულშიც არის ცეცხლი. ღვთაებრივი ცეცხლი. იერუსალიმში რო ინთება ხოლმე. არ ვიცი როგორ ენთება, მაგრამ დიდი რა ქვია სპექტაკლი. დიდი სპექტაკლია. სეათო ცეცხლი არის დიდი სპექტაკლია. აი ნახე რა ლამაზია და სპექტაკლი. მოკლედ შალვა კეკელიას და ყორნებს სურთ რომ ქრისტეზე წინ ჩვენ დაგვიყენონ ცეცხლი. და რომელიც ვითომ და იერუსალიმიდან ვითომ გადმოდის, მერე ჩამოდის საქართველოში და მერე ვიწყებთ ვითომ და ვითომ აღდგომას რა. ანუ ეს ყოველწლიური რიტუალი ტარდება, როგორც ვიცით, ეს ცეცხლის გადმოსვლა მეგობრებო არ არის ნაგულისხმები როგორც იმ სახით როგორც ჩვენ მოგვყიდეს და დიდ თანხებს გამოიმუშავებენ, არამედ ეს ცეცხლის გადმოსვლა არის ნაგულისხმები, რომ გულში როდესაც გადმოდის ცეცხლი, მაშინ არის აღდგომა. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გულებში, როდესაც დღეს გადმოვიდა ცეცხლი და ვიგრძენით ქრისტეს აღდგომას, თუმცა ჩვენს გულებში დიდი ხანია ცეცხლი აღარ გადმოსულა, იმიტომ რომ სულ აურდაური ეს აღდგომის დღესასწაულები, გადმოიტანეს და მე როგორც ვიგრძენი ეს ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა ჯვარზე, როცა ვიყავით 25 მარტს. და ისწორედ მაშინ იყო ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა. დღეს არის უკვე სიმბოლური აღდგომის ზეიმი. იმიტომ რომ აურდაური ეს როგორც გითხარით უკვე აღდგომა აღარ ვიცით რომელ დღეს იყო ზუსტად, მაგრამ გაჟღერდა ინფორმაცია რომ ეს იყო 25 მარტს და არა აპრილს. ნუ მოკლედ ერთი სიტყვით სპექტაკლი, რომელიც იდგმება ყოველწლიურად იერუსალიმში უკვე ჩატარდა, ჩამოიტანეს ცეცხლი და ვითომ აი ამ ცეცხლის მერე იწყება ვითომ აღდგომა. ეხლა მე გეტყვით რა, სატურნის რიტუალი ტარდება ყოველთვის, როდესაც ესე იგი ცეცხლი გადმოდის, როდესაც ცეცხლს ანთებენ, უფრო სწორედ კი არ გადმოდის. შემდეგ ამას ამთხოვენ ხოლმე აუცილებლად შაბათ დღეს, იმიტომ რომ შაბათს არის სატურნის დღე, შაბათი არის სატურნის დღე და სატურნიანული რიტუალი ტარდება ხოლმე იერუსალიმში, ეს არის ყორნების მიერ დაფარული შეფარულად ზეიმი, რომელიც ჯერ აზეიმებენ, ესე იგი ლუციფერს, სატურნი არის ლუციფერის პლანეტა და შემდეგ მეორე დღეს აზეიმებენ ხოლმე ქრისტეს. რაც უნდა შეიცვალოს, აუცილებლად ეს ჭეშმარიტი ქრისტიანები ამას შევცვლით და უკვე ვცვლით და შევცვალეთ ჩვენ და იმ ცეცხლზე საერთოდ ჩვენ დამოკიდებული არ ვართ, იმიტომ რომ ქრისტე ამბობს და წერია სახარებაში, რომ სასწაულებზე ნუ დააყრდნობთ რწმენას და რაც შეეხება ცეცხლს, მით უმეტეს აღდგომაზე წინ ცეცხლით არ უნდა ვიზეიმოთ. ეს არის აბსურდი, აბსოლუტური ეს გველის წიწილების ზეიმი რა. იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, სატურნი არის ლუციფერის სიმბოლური პლანეტა და აი ამ სატურნს უტარებენ ხოლმე ერთგვარ რიტუალს, გადმოარქვევენ ცეცხლს, მიიყვანენ იქ ბევრ ხალხს, ჩაატარებენ რიტუალს, შემდეგ მოუყიდიან ამას როგორც ქრისტიანულ დასაწყისად, აღდგომის დასაწყისად. ნუ ეს ეხლა ვისაც გონება აქვს და იცის საკრალური თემები, მან იცის და ამათ სიაფანდებს აღარ აყვება, რა თქმა უნდა. და ვინც არ იცის, ის კი მოწყუდება და შეცდება.
თაკო ეს ცეცხლი საიდან მოდის ეს ცეცხლი? აი იერუსალიმში. საიდან და ანთებენ მაგ ცეცხლს? ანთებენ და თორე იერუსალიმში რო გადმოდი რაც იძახიან რო თვითონ ხო თვითონ აი ზეციური ცეცხლი ეს გადმოვიდა საიდან რომე ეკლესიაში თუ აი სადაც ვითომ ქრისტიანს ჯვარს იქ ესმის ხო და საქმე რა არის იცი რაშია იცი ეხლა რო ლოგიკურად რო დაფიქრდე თავზე ბომბები ეყრებათ და წმინდა ცეცხლი იქ გადმოდის სადაც ბომბები ეყრებათ რა გესმის ვითომ ეს არის ერთგვარი მეგობრებო, ეს იცი რა არის მეგობრებო, ეს არის ერთგვარი რიტუალი და გამოცდა იმათთვის, ხალხი არის თუ არა გამოფხიზლებული. როგორც კი ხალხი ამ ქრისტიანები ამას აუჯანყდებიან და ამ აღარ გააცრუებინებენ თავს აი ამ ჯოჯოებს და ყორნებს, მაშინვე ალმაღლდებით. თქვენ გონიათ მეორედ მოსვლა სხვანაირად იწყება? თქვენ გონიათ მეორედ მოსვლა განათლებით იწყება? არა, განათლებული ხალხი ხდება მეორედ მოსვლას, მეგობრებო, განათლებული. განათლებულ ხალხს მოყავს მეორედ მოსვლა. გისმენდე და ჩემთვის? აბა რა დახარ? ვაუ, რა მოგია. Mama, verstehst du das? Das kann ვაუ, ყვავილები. ესეც, აბა მაჩვენე რა არის? ეს რა არის, დედიკო? გული? ერთი გული. ვეღარ დავინახე. მაგრამ ხო და ასე რომ ავჯანყდეთ უვიცობის წინააღმდეგ მეგობრებო გავაზიაროთ ცოდნა ესე იგი იყო უკვე და ტყუილი გვაგლოვეს აურა სიბნელეში გვამყოფებენ არა და 25-ში მზის დაბნელება არ იყო როგორ არა აი ზუსტად დეა ani მზის დაბნელება არ იყო მაშინ მზის დაბნელება იყო ზუსტად 25-ში და მაშინაც მზის დაბნელება იყო როცა იესო ქრისტე აცვეს ჯვარს და მერე ვიცის რა მოხდა რომ გადაიპო ეს ეკლესია შუაზე აი ეს არც დამთხევა არის ეს არის ციკლი დასრულდა ანუ ის ციკლი რომელიც ქრისტეს მოსვლიდან ქრისტეს მეორე მოსვლამდე უნდა ყოფილიყო თევზების არიდან გავდივართ ერადან გავდივართ და შევედით უკვე მერწყულის ერაში ესე იგი დამთავრდა ის ციკლი ეხლა უკვე მეორე მოსვლა დამდგარია და აქ არის ანუ ჩვენი ჯვარზე ასვლით ხო როდესაც ის ვარდი ჯადო ავხსენით სრულიად საქართველოს და 25-ში დაიწყო უკვე აღდგომა, ჩვენ ვიზეიმეთ სატურნიანულ აღდგომამდე უკვე აღდგომა ჯვარზე. ამას მნიშვნელობა არ აქვს ორი ადამიანი იზეიმებს, 5, 10 თუ 100. გესმით? რიტუალი ჩვენს მიერ, ქრისტიანების მიერ, აგერ კინგიც მიყურებს და იქ იყო კინგიც ჩატარებულია. 23-ში ყველა თქვენგანი კინგ შენის ჩათვლით, ვინც იქ იყავით. თქვენ ესე იგი დაესწარით ქრისტეს ჯვარს მას და 24-ში ჩვენ ვიყავით იქ, ვინც მოხვედით 24-ში. ხო? არა, 23-ში ვიყავით ყველანი იქ. 23-ში ვიყავით, 21-ში ვინც იყავით იქ ჯვარც მას დაესწარით. 22, 23, ანუ დაიჭირეს 4 შაბათი იყო, ხო? 4 შაბათი იყო, თუ პარასკევი, თუ შაბათი აღარც მახსოვს. ქრისტე დააკავეს, მე ერთი ღამე იყო საპყრობილეში, პარასკევს აცვეს ჯვარს და შემდეგ 21-ში იყო ჩვენ უკვე ჯვარც მას დავესწარით. 22, 23 და 24 იყო 3 დღე. ხო? 25-ში აღდგომა იყო. ნუ მოკლედ ეს ზუსტად აღარ მახსოვს როგორ იყო რა, ლაიფებს გადახედეთ ჩემს ლაიფებს. და 25-ში იყო აღდგომა, მე წერილის გაშყდა.
ათონისთვიდან. ხო, დავასწარით მეგობრებო. ანუ გულწრფელად გეუბნებით ახლა რაც მოვახდინეთ ჩვენ ჯვარზე. ეს იყო უმნიშვნელოვანესი იმ ახალი ციკლის დასაწყისისთვის და იმ საკითხისთვის ქრისტე რო ამბობს რომ მოვალო მეორეთო ხო ერთი ადამიანიც უდამხვდაო მორწმუნეო გადავარჩენო დედამიწაზე და აი ნახე ჩვენ ვიყავით ერთზე მეტი იქ ჯვარზე ერთზე მეტი ვიყავით ეს უკვე საკმარისი იყო და ეხლა რამდენიც გინდა იმდენი ტაშფანდურა იზეიმონ ამათ ყორნებმა რა მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს იმიტომ რომ ჩვენ დავასწარით უკვე გესმით ეგ იყო მნიშვნელოვანზე მნიშვნელოვანი თან დაჟე ისე დავასწარით რომ იქიდან როგორ გითხრათ ვერც გამოგვყარეს გახსოვს კი იქ რო ვიდექით და მღვდელმა რო გითხრა რომ ჩვენო არაო რა მეო არაფერი არ შემიძლიაო საპატრიარქოსთან მიდითო იქო და იქ მოითხოვეთო ჯვრების ისა და სავაჭრო დახლის გამოტანაო რა და ნუ მოკლედ ჩვენ მოვითხოვეთ სავაჭრო დახლის გამოტანა მღვდელი უძლური აღმოჩნდა სავარაუდოდ მის უკან კიდევ დიდი მაფია დგას ხო და ამ მაფიოზებს ეხლა მოუვლით ჩვენ მოიცადე არასოდეს არ გამოდიოდა ცეცხლით შემოგიოლეთ ამან ღმერთს ებარება შენი საუნჯო ოჯახი ძალიან მიყვარხარ თქვენი ოჯახით ირმა მაჭარაშვილი წერს ხო მადლობა ირმა ჩვენ ყველას ვაჩვენებთ აქ ვინ არიან საქართველოში ქართველები ვართ თუ იუდეველები თან უსინდისო ისა რა ქვია მაგ მღვდელს უსინდისო თელი დიდი კონა უჭირავს და წითელი და ლურჯი ლენტებით აქვს შემოხვეული რა იუდეველების ფერის დროშის მიხედვით წარმოიდგინე და ვერავინ ვერ დაამარცხებს ამ წმინდა ცეცხლს ეს არის უზენაესი იძახის ეს არის უზენაესი აზე ხარ ცეცხლი არის უზენაესი ქრისტე კი არაო აი ეგეთ შალვა კეკელიას ვიდეო თუ ნანახი დაგიფოსტავთ რა ეგ უსინდისო კაცია ეგ არა ქრისტიანი ეგ ანტიქრისტეს მსახური და წიწილი ცეცხლს აყენებს ქრისტეზე წინ აზრზე ხარ ეს გადაგვარჩენსო ჩვენო ესო ხელში უჭირავს წითელი და ლურჯი ლენტებით შეკრული სანთლების ჩინური სანთლების კონა და ზედ მოკიდებული აქვს სპექტაკლური ცეცხლი და ეს გადაგვარჩენსო ჩვენო რა ეს გადაგვარჩენსო აზე ხართ ხალხო მაგან გადაგარჩენოს შენ შალვა კეკელია და ჩვენ გადაგვარჩენს ქრისტე ღმერთი ხო ეხლა და მაგან გადაარჩინოს კიდე ილია მეორე მაგ ცეცხლმა ხო 21-ში 22-ში და 23-ში იყავით ჯვარზე მეუბნება მედია ვიყავით იქ ჯვარზე ეს დღეები იყო როგორც ჩანს 23-ში მოხდა ქრისტეს ჯვარცმა 24 ანუ 23 ითვლება ესე იგი 23 24 და 25 დამთხევა იყო მერე ისეთი რომ აღდგომას დაემთხვა და 25-ში ჩვენ რა გავაკეთეთ 25-ში სად ვიყავით აღარ ვიყავით სახში ვიყავით მოკლედ მე არ ვიცი მაგრამ იქ ჩვენ ყვილა არ მიგვიყვანებს და ღმერთი რა იქ მოხდა საკრალური თემების გახსნა მე ვფიქრობ რომ 21-ში 22-ში 23-ში ზუსტად ის დღეები არის რომლებიც ქრისტეს ჯვარცმიდან აღდგომამდე იყო ანუ მე ვფიქრობ რომ 21 იყო შაბათი 21 იყო შაბათი მის წინა პარასკევი ანუ 20 სავარაუდოდ ამ დღეს მოხდა ჯვარცმა და 21-ში 22-ში და 23-ში უკვე აღდგომა დაიწყო თუმცა წმინდა ბერი თეოდორე იყო თუ რომელი იწერება ათონისთვიდან რომ 25-ში მოხდა აღდგომა 25-ში მოხდა აღდგომა მოკლედ ერთი სიტყვით დღეს წავიკითხე რა მე ესე მაგ ბიბლია გადავშალე და ამოვიკითხეთ სიტყვები და რა შეუბნება ქრისტე ჯვარცმაზე გადაიშალა წარმოგიდგენიათ ჯვარზე რომ იყავთ ქრისტე და იერუსალემო ასულებო ესეუბნება იერუსალემ ასულებს ნუ სწუხარს და ნუ ტირითო ჩემს გამო
მიხედეთ თქვენ შვილებსო, რამე თუო მოდის ის დრო, როდესაც იტყვიანო რომ ნეტარია ის მუცელი და ის ხონო იქ ჩემი სიტყვებით ვიტყვი რა, ის ძუძუები და ის რაღაცა რომელსაც შვილი არ გაუჩენიაო რა და ამის მერეო ნედლხეს რას უშვებიანო და ხმელს რაღაც უზავენო. ანუ ნახეთ რა შეუბნება ეხა ასულებს. მე რა გამოვიტანე აქედან რა დასკვნა რა. მიუხედავად იმისა, რომ თავისი მოწაფეებით მასთან ერთად არ იყვნენ, მიყვებოდნენ ეს ხალხი, მიყვებოდნენ ასულები. უფრო სწორედ მენელსაცხებელი დედებს უძახიან მაგაც რა და მენელსაცხებელი დედები მასთან იყვნენ, ქრისტესთან იყვნენ და მოუტრიალდება და ესე ეტყვის და არიგებს ამათ, რომ ჩემთვის ნუიტირებთო. ანუ დედებო, ეხა თქვენ ვინც მისმენთ, აი თქვენ გეუბნებით ამას რა. ჩვენ გვითხრა ქრისტემ ესეთი რაღაც რა, ჩემთვის ნუიტირებთო. თქვენს შვილებს მიხედეთო. ეხა ჩემთვის რატო იყო ეს სიტყვები ისეთ მნიშვნელოვანი, მეგობრებო? ნახე მე დავში კითხვა, რომ რას ვაკეთებ მეთქი? არასწორად, რომელიც უნდა გამოვასწორო თქო რა. აი ესეთი კითხვა დავში და გადავშალე ბიბლია. და გადაიშალა ჯვარცმაზე. და ჯვარცმაზე რო გადაიშალა, ხო? აქეთა გვერდი არის, ანუ მარცხენა გვერდი რაღაც არ რეზონირდა ჩემთან, ვერ გავიგე, პასუხი არ იყო. მაგრამ როდესაც გადავედი მარჯვენა გვერდზე უკვე იყო ეს პასუხი, რომ აი ნუსტირით ჩემთვისო. მე პირდაპირ მითხრა ქრისტემ რა ეს სიტყვები, როგორც დავში კითხვა. და თქვენ შვილებს მოუარეთო, იმიტომ რომ მოდის დრო, რომ აღარ გააჩენენ შვილებსო რა. და ამოტრიალდებაო, ნეტარი იქნებიანო, ესე იტყვიანო, რომ ნეტარი იქნებიან ის ქალებიო, ძუძუებიო, რომელთაც არ უჭმევიათო შვილისთვის ძუძუო. ხო რა, ესე არის ნათქვამი და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ესეთი რამე, რომ მე მაქვს ერთხელ, როდესაც მუშაობდი თამარ მეფის სცენარზე, ხო? განვიკითხე ერთხელ თამარ მეფე რა და ვთქვი, რომ ну მისი შვილები ხომ რუსუდანი მერე ისე რაღაცა შეაცდინეს, ყოველ შემთხვევაში ტვინი გადაუტრიალდა ამ რუსუდანს და თავისი ძმისშვილი მოკლა და რაღაცეები რა. ხო და მაგაზე ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვიდრე მეთქი თამარ მეფე თქო, ესე ვთქვი. სამშობლოს მიხედავდა მეთქი თავისი შვილებისთვის ეზრუნა თქო რა, აი ესეთი რაღაცა გამოვთქვი თამარზე. ხო და ამის მერე ვარკვევ ბევრ რამეს თამარზე და აღმოჩნდება რომ საინტერესო რაღაცები აღმოჩნდება მერე იგივე ვითარებაში ჩავარდები მეც რა და მერე ვთქვი რომ არ უნდა განმეკითხა მეთქი თამარი რა, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ თავის შვილებისთვის დრო არ ქონდა თამარს, თავისი შვილებისთვის ამზადებდა იმ ვითარებას, რომელ ვითარებაშიც თვითონ უხდებოდა ხოლმე შრომა. ხო და რატომ დავაკავშირე იცით ეს იმას, რომ ქრისტემ უთხრა პირდაპირ თამარს. პირდაპირ უთხრა თამარს, ახლა ნებისმიერ ჩვენგანს ქალბატონებო, ვინც მიყურებთ აქ და შვილები გყავთ. ნებისმიერ თქვენგანს რა. მაშინ ნათქვამი ქრისტეს სიტყვა დღეს გითხრათ თქვენ და მეც, რომ ქრისტე ჯვარცმაზე რომ მიყავთ, ესე იგი რომ ხედავთ რომ სამართლობა ხდება, ქრისტეს აცვავენ ჯვარს. ჩვენ ეს არ უნდა ვტიროდეთ ამის გამო. არ უნდა მოვთქვავდეთ, გვეუბნება ქრისტე, გვიტოვებს სიტყვას. ჩვენი საქმე არ არის მოთქმა და ტირილი, არამედ ჩვენი საქმე არის ის, რომ მივხედოთ ჩვენს მომავალს. გესმით? ისე როგორც მე-12 საუკუნეში უთხრა ქრისტემ თამარს, ისევე დღეისთვის გითხრა ქრისტემ ეს სიტყვები ქალბატონებო, მე თქვენ გეუბნებით, დედებო.
და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქრისტეს ჯვარცმა, იმიტომ რომ ჩვენ ქალები ვართ და შვილები ყავს გაჩენილი და ვიცით სიცოცხლის ფასი რა არის რა, რა სიმწრის ფასად ჩდება შვილი, დედა არასდროს არ მოითხოვს, ანუ დედა ქალზე მაქვს მე არქეტიპ დედაზე მაქვს საუბარი ახლა რა. ქალი რომელიც შვილს გააჩენს, ის არასდროს რაც არ უნდა სათავეში დააყენო და გაამწარო, არ მიუჩენს ადამიანს სიკვდილით განაჩენს, იმიტომ რომ იცის იმან სიცოცხლის გაჩენის ფასი, რას ნიშნავს. და კაიაფა და პილატე და ისინი ხელებს დაიბანენ და ის გადასცემენ ჯვარზე და ასე შემდეგ. აუ ძალიან საინტერესო გვერდზე გადავშალე რა. მოდი თუ გინდათ ახლა წავიკითხავ. იქ პილატე რო დაიბანს ხელებს და ცდილობს რომ გაშოლტოს და ისე გააგზავნოს ჯვარზე რა და რატო აბრალებთ ამ კაცო რა მე ვერაფერი თქვენ აბრალებთ რომ ესო უსიამოვნებას ნერგავს ხალხშიო და აჟიოტაზში იწვევსო და აგერ ვესაუბრები და ვერაფერი დავინახეო ცუდი ამ ადამიანშო და რა გინდათო რა ამ ხდლებს ეუბნება ის კაიაფა და ილია მეორე და ის რო დგას იქ წინ და იმას გიორგი ბწყინვალეს ივანიშვილს რო ეუბნება რომ აი ესო ეხლა აი ეს ქრისტეო უნდა ვაცვათ ჯვარსო რა იმიტომ რომ აი თამარისავით დგას და ყვირისო რა ბევრ რაღაცა აჟიოტას იწვევსო სექტანტიაო და ბელზებელის იმით კურნავს ხალხს ანუ ეხლა მე ვაიგივებ იმიტომ რომ იგივე გზას გავდივარ მეც და ნებისმიერ თქვენგანი რომელიც გადის ქრისტეს გზას ხო ანუ დადგება იქ კაიაფა თუ იმის მოსაყდრე შიო და ეტყვის იმას ივანიშვილს რომ აიო თამარიო ისო უშიშროება დავაყენოთო იქ თავზე ჯვარზე რაღაცა იმას შვებაო რა ანალოგიური ვითარება გაიჩითა და ქრისტე დგას და პილატეს ესაუბრება და უნდა რომ რაღაცა უთხრას და პილატეს იმის დროც არა აქვს რომ მოусმინოს აზე ხართ ტიპი დგას მმართველია იმის დროც არ აქვს ხო და აგერ ჰეროდეს გავუგზავნეთო და ჰეროდემაც ვერ უპოვაო რა რაღაც ხინჯიო და რა გინდათო ვაფშე რას მერჩითო რა არაო გაათავისუფლეთ ბარაბაო და გამოუშვით ბარაბა და ჯვარცასვით ქრისტეო ის ხალხი ყვიროდა იქ წერია ის ხალხი ყვიროდა ვინც განკურნა ქრისტე აზე ხარ მადლობა ესე გადავხადეს და ну ყოველ შემთხვევაში ილია მეორე და კაიაფა უფრო სწორედ პირდაპირ ამის მომხრე იყვნენ რომ ეგენი რომ არა ხალხი არაფერს არ იტყოდა ხალხს იმხელა ძალა არ ქონდა რომ არ ყოფილიყო ეს კაიაფა ანუ მღვდელმთავარი როგორც ილია მეორე და რომ არ მოეთხოვა და ეს არ შემოეფლითა ის გულზე ის რომ რას ქრისტე როგორ ღმერთს შეურაცხყოფო გესმის და ქრისტეს და წარმოიდგინეთ რომ დღესაც არსებობს ეს მოსაზრება რომ ქრისტე ყავთ მხოლოდ საჭმელად და აგერ რიტუალებს გადიან ჩვენს ეკლესიაში და ქრისტეს ისევ და ისევ ეკლესიის გვირგვინს ახურებენ თავზე და აღდგომა ვერ გაიგეს რა არის. ხო და პირველი מחარობელი რომელიც იყო ეს იყო მაგდალინელი მეგობრებო რა. და ერთი კითხვა მაქვს თქვენს მიმართ ყველა წიგნობარო და განსწავლულო ხალხო რომ იყურებთ ხოლმე. რატომ იყო მაგდალინელი მხოლოდ საფლავზე მესამე დღეს? ანუ რატომ მოხდა რომ მაგდალინელი იყო მხოლოდ და არა არც მარიამი. მარიამი არც დედამისი. ხო? ღვთისმშობელს რო უწოდებთ ჩვენ. არც დედამისი იყო იქ. არც პეტრე იყო იქ. არც სიმონი იყო იქ. არც პავლე მერე იყო მესამე საუკუნეში გაიჩითა მე მგონი. უკაცრავად ჯარგონულად რო საუბრობ. არც თომა იყო იქ. არც სიმონი, არც ვთქვი ხო ეს ჩამოთვალეს. რატომ არ იყვნენ იქ მესამე დღეს? მარტო მარიამი რატომ მოხდა იქ მაგდალინელი? ან ის მენსაცხებელი დედებისად იყვნენ? და რატომ მაინც მხოლოდ მარიამმა მაგდალინელმა იხილა
ქრისტე აღმდგარი და ის იყო პირველი מחარობელი? აბა კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე მეგობრებო. და სხვადასხვა მაგდალინელი რო აურია მე-6 საუკუნეში პაპს გრეგორმა, სამი მარიამი ერთში მოაქცია და მრუში მარიამი, სხვა მარიამი და მარია მაგდალინელი რომ ერთ ჯამში მოხარშა და ერთ პიროვნებაში, ხო? დღემდე მარია მაგდალინელს იცნობენ როგორც მრუში იყო და განკურნაო რა, ქრისტე ვითომ და მარია მაგდალინელი მრუში არასდროს არ ყოფილა. ეს იყო მრუში მარიამი, რომელიც თმებით ფეხს გაუმშრალებს ქრისტეს და დაასხავს ნელსაცხებელს. იყო კიდევ სხვა მარიამი, რომლის ფულითაც ბეჭდავდნენ წიგნებს და იყო მარია მაგდალინელი, რომელიც 7 დემონისგან განკურნა ქრისტემ. 7 დემონისგან. 7 დემონი ეს არ არის მრუშობა, მეგობრებო. რა 7 დემონისგან განკურნა ის აღარ წერია, მაგრამ 7 დემონისგან განკურნა და მას ხვდებოდა პირზე კოცნით. ერთ-ერთ წერილში კი ის მოიხსენიება როგორც ქრისტეს ცოლი. და ერთ-ერთ წერილში კიდე საერთოდ მთლიანად მაგდალინელის წერილები რო გამქრალია, ხო? მაგდალინელი და მისი შვილი შემდეგ როგორც ჩანს ეს იყო იესო ქრისტესა და მაგდალინელის შვილი, იმიტომ რომ ამისი დოკუმენტებიც არსებობს უკვე რომ ესე იგი რომაულ აღწერაში იუდეველებში იყო ესეთი აღწერა. მაგას აქვია სარა თამარი, ანუ დამარისი, იგივე ქალიშვილი მარია მაგდალინელისა და იესო ქრისტესი. დოკუმენტური მონაცემი არსებობს ამის. ხო და ეს ყველაფერი რატომ გაასაიდუმლოეს მე-6 საუკუნიდან, ეს საკითხავია, ხო? იმიტომ გაასაიდუმლოეს, მეგობრებო, რომ ქალთმოძულე საზოგადოება, რომელიც დღემდე გამოყვა და დღემდე არიან ჩვენს საპატრიარქოში, ხო? არ სურდა მათ, რომ ქალები ყოფილიყვნენ დიაკვნები რა. და საერთოდაც ქალი ყოფილიყო პატრიარქი, იმიტომ რომ მოციქულთა სწორის მოციქული იყო, ანუ მოციქულებზე მაღლა იყო მაგდალინელი პირველ საუკუნეში და მეორე საუკუნეში. როდესაც პეტრე წერს წერილს მაგდალინელს, მოიხსენიებს პირველ 117 ადამიანიდან პირველ 70 ქალს მოიხსენიებს, ქალ დიაკვნებს. და ანუ უკვე მერე, ანუ მე-6 საუკუნეში ეს ქალთმოძულე საზოგადოება იმკვიდრებს ფეხს და ანტიქრისტიანული საზოგადოების ჩამოყალიბების დროს უკვე ამ ქალებს გვერდზე წევს რა, ნაწერებს მალავს, ყველა ნაწერს ამოშლის, სადაც მაგდალინელზეა საუბარი და მის ცოლობაზე იესო ქრისტესი, ხო და ესე იმაშვება რა, მალავს ამ ყველაფერს. ხო და საინტერესო ის არის რომ აქედან წასული საფრანგეთში ფუსტი რაინები, რომლებიც იცავდნენ ქრისტეს შთამომავლობას, ხო? მაგდალინელსა და მის ქალიშვილ სარა თამარსაც იცავენ. ხო, ნუ ისინი მთელ საფრანგეთს და იტალიას მოაქცევენ, ეს თავის შვილით ურთ, კურნავენ, იმიტომ რომ მამამისისგან მიეცემა ამ შვილსაც და მაგდალინელსაც ეს ხელით განკურნების უნარები და ისინი ხელის დადებით კურნავენ ხალხს, ტკივილებს უყუჩებენ და ასე შემდეგ. ქრისტე აღდგა, მეგობრებო, გილოცავთ და გილოცავთ, მეგობრებო, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, ჩვენთან არის ქრისტე, მარიამიც, სარა თამარიც, იესო ქრისტეც, ყველანი ჩვენთან არიან, იცოდეთ. არ სჭირდებათ მაგათ ცეცხლების დალოდება, რომ იქ ცეცხლი გადმოვიდეს, ბომბები სადაც ეცემა იმ ქვეყანას და მერე საქართველოში ჩამოიტანონ. საქართველოში არის წმინდა მიწა და წმინდა ცეცხლიც აქ არის გადმოსული, აქ გადმოდის და არ უნდა მაგას ყოველწლიური გადმოსვლა, გადმოსულია აქ საქართველოში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა ერთხელ და ის იყო სამარადისოდ, ეს იყო იესო ქრისტეს სიყვარული ჩვენს მიმართ, როდესაც ის აცვეს ჯვარს.
ეს იყო მაშინ ცეცხლის გადმოსვლა. ამის მერე მეგობრებო, ყველა ცეცხლის გადმოსვლა არის სიაფანდი, თვალთმაგცობა და სატანისტური. ამას ქრისტე ამბობს, რომ სასწაულებზე ნუ დააყრდნობთ თქვენს რწმენას. და აი, ამიტომ ეხლა ჩვენ ცეცხლთან ვართ. ნონა წერს, არასდროს არ მჯეროდა ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლის, ვერ დავიჯერე ვერაფრით და ვრა ვქნა. იმიტომ რომ შენ ინტუიცია მაღალი გაქვს, ჩემო კარგო ნონა და ამიტომ 29-ში კიდე უნდა შევხვდეთ, კინგი აწერს. ხო, კინგ, აუცილებლად. თამარ სად არის ახლა ცეცხლი გინთია და ასე შემდეგ. ხო, ნუ ცეცხლი მინთია როგორც ჩანს. არავითარი ცეცხლი არ გადმოდის თავიანთ ბრმად მორწმუნე მრევლს ატყუებენ თვალებში. ნაცარს აყრიან ტყუილში აცხოვრებენ წლებია მანანა წერს კი. თამარ პირადში გამოგიგზავნე ნონა წერს. ნინო დროა უკვე დავიწყოთ ხმამაღლა საუბარი. ირაკლი წერს თამარ გესმი მის გისმენ ირაკლი ბერიაშვილი გისმენ. თაკო თუ ნონა წერს, ნანა წერს, თუ კი ბიბლია გადაწერილია და ნამდვილი დამალულია, მაშინ რას გამოდის, რაზე ვსჯელობთ ებრაელების დაწერილზე? ხო, ნუ საიკითხავია რაზე ვსჯელობთ საერთოდ. მე მაგალითად ბიბლიის მიხედვით სულაც არ ვსჯელობ. მე ბიბლიას რო ვკითხულობ ხოლმე, იქ ვხვდები, იქ რა აკლია და რა არ აკლია. მაგრამ ბიბლიის მიხედვით კი არა, გნოზისის მიხედვით. მადლობა დედი. გნოზისის მიხედვით, ნანა. ქრისტე როგორც გვარიგებს, რომ თქვენს გულში ჩაიხედეთო, გადაამოწმეთო, იმიტომ რომ ბოლო ჟამს ყველაფერი მოტყუებული, ყველას მოატყუებსო და როდესაც ჩემს გულში ვამოწმებ ხოლმე ინფორმაციებს, ხო? ქრისტეს არ უთქვავს, რომ ისო რა ქვია, თქვენს დედიკო, ერთი წუთი ხო და ისა ნანა, მე კი არ ვამბობ, რომ ბიბლია გადაკეთებული რაც არის, იმას ხვდება ადამიანი და იმ ნაწერებზე მაქვს მე საუბარი, რომელიც დაგვიმალეს. ხვდები? რომელიც მერე გამოჩნდა. მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მე-19 არა, მე-20 საუკუნის დასაწყისში. მე-1965 წელი იყო მგონი. მე-20 საუკუნის დასასრულს გამოჩნდა, ესე იგი ნაწერები, წერილები, რომლების მიხედვითაც ჩვენ ვიგებთ კიდევ ბევრ რამეს. ხვდები? ნანა, ამიტომ მე ვამბობ იმას, რომ ჩვენ რაც დაგვიმალეს, ის წერილები უნდა ვეძიოთ და მოვითხოვოთ. იმიტომ რომ რაც დაგვიმალეს, ისინი ვატიკანის ბიბლიოთეკაში უდევთ და აზიანზეთ და ლპება ეს წიგნები. და რაც არ დაგვიმალეს, ისინი როგორც უნდათ ისე გადაწერეს, ისე ამოაძრეს ის ქალები რო იყვნენ რა. ქალს რომ მნიშვნელოვანი როლი ეჭირა ქრისტეს დროს და ქრისტეს მერეც, ხო, ნანა? ესენი ყველაფერი ამოაშორეს, ანუ ამოაკლეს ამ ჩვენს ნაწერებს და გადამალეს. ყველგან გააქრეს, სადაც ქალია, მნიშვნელოვანი ქალების ნაწერები ყველაფერი დაფარეს, დამალეს. მე ამაზე მაქვს საუბარი რა. მაგაზე მაქვს საუბარი, რომ მოთხოვნა არის, ითხოვეთ და მოგეცემათ, უნდა მოვითხოვოთ. მაგდალენელმა წერაც იცოდა, კითხვაც იცოდა და განსწავლული იყო, ძალიან მაგრად იყო განსწავლული, დაჟე ყველა მოწაფეზე მეტად იყო განსწავლული ძველ წერილებში. სად წაიღეს მისი ნაწერები? დავიჯერო მარია მაგდალენას არ ქონდა, არალოგიკურია რომ მას არ დაეწერა. ყველაზე ახლო მოწაფე იყო ქრისტესი და მას რაც გაანდო ქრისტემ, ისეთი რაღაცები მოწაფეებისთვის არ უსაუბრია, იმიტომ რომ ვერ იგებდნენ ას ლაპარაკობდა. მარია მაგდალენელი 100 თავი წინ იყო მათზე. ამიტომ პავლე კი არა და პეტრე რო იხსენიებს, პეტრე რა არის კაცო? პეტრემ წერა კითხვაც არ იცოდა.
თამარ გილოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გვფარავდეს უფალი თქვენ საყვარელი ოჯახი და არც მე მჯერა ცეცხლის გადმოსვლის. ირმა წერს, ხო ირმა არც მე მჯერა ცეცხლის. გაიხარეთ ხალხო, მე მიხარიხართ რომ ამ ამდენი გამოფხიზლებული ხალხი ვარსებოთ საქართველოში და დღეს თუ დამიჯერებთ სახელი გვარი აღარ მახსოვს იმ სახიობის რომელიც ასრულებს ქრისტეს ვნებანის როლს ქრისტეს ვნებანში და მის ინტერვიუს მოусმინე გუშინ რომელმაც თქვა ესეთი რამ ძალიან საინტერესო რამე გააჟღერა როცა მე უნდა შემესრულებინაო ჯვარცმის სცენაო ხო ქრისტეს ვესაუბრებოდიო და ერთხელაც ვუთხარიო ქრისტესო რომ მოდიო ჩემთანო რა და ქრისტემ ესეთი პასუხი გამცაო რომ მოვიდე შეიძლება არ მოგეწონო არა უშავს მოდიო მაინც ესე ვუთხარიო და მე იქ სცენის გადაღების მომენტს აღწერს რომ აი გადაღების მომენტშიო დაჟე თვალიც დამიზიანდაო მხარიც მტკიოდაო მხარიც დამიზიანდაო ჯვარს ზიდავდიო თითქმის გავიარე ქრისტეს გზაო რა და ჯვარზე რო ვიყავი გაკრულიო მაშინაც კიო რო საუბრობდიო ენაზე ვიკმინეო ანუ რატო გიყვებით იცით მეგობრებო ანუ დაზიანებული ქონდა ყველა ის ტკივილი გავიარეო რა რაც ქრისტემ გავიარაო რა თქმა უნდა იოლი ფორმით ეხა ის რო გაევლო რაც ქრისტემ გაიარა ვერ აიტანდა ეს ადამიანი მაგრამ საქმე იმაში ამისი სიტყვები ესე სრულდება რომ მერეო ქრისტეს რომ ვესაუბრებოდიო ვეუბნებოდიო რომ მიყვარხარო რა ესე ვუთხარიო ხმამაღლაო რომ მიყვარხარო და ქრისტემაც მითხრაო რომ მიყვარხარო რა და მე მივხვდიო როგორ უყვარდითო ჩვენ ქრისტესო და უფრო ხშირად უნდა გავიხსენოთო და ხშირად უნდა ვესაუბროთ ქრისტეს და ხშირად ვუთხრათო რომ ჩვენ ის გვიყვარსო რა და ეს ძალიან საინტერესო რაღაც თქვა მანამდე მე არ მომივიდა არც ერთხელ აზრად რომ ქრისტესთვის მე თქვა რომ მე შენ მიყვარხარ რა ხო და დღეს აი ბაღში რომ მუშაობდით და მოხდა რომ ჩემი ბავშვები ყველან წავიდნენ სასაფლაოზე ავიდნენ მოსაწესრიგებლად და მე დავშე მარტო ხო და მართლაც აი რომ რაღაცებს ვაკეთებდი ფუსებდი ჩემთვის რამდენჯერმე უთხარი ქრისტეს მე შენ მიყვარხარ მეთქი რა და იმხელა ენერგია შემოვიდა ამ სიტყვების თქმის დროს ჩემში რომ აი თუ მადლი სადმე არსებობს ალბათ ჟრუანტელმა დამიარა რამდენჯერაც თუ იმდენჯერ ხო და უთხარით ხშირად ქრისტეს მე შენ მიყვარხარ და დააკვირდით რა მოხდება თქვენში ძალიან ძლიერი სიტყვებია ეს ქრისტეს მიმართ თამარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით მადლობა ნონა ახვლედიშვილი თამარ შავი კელაპტრები გამოიტანეს გასაყიდად სააღდგომოდ აქ ელადაში ძალიან მეუცნაურება ეს ფაქტი შავი კელაპტრები ხო ნუ ეხლა თანდათან აჟღერებს სატანა გამოდის იმიტომ რომ ჩვენ ხო გამოვაგდეთ სატანა ეკლესიიდან ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სატანის ეკლესიიდან გამოდევნა რა როგორც ქრისტემ გააკეთა და ამიტომ ეხლა ამჟღავნებს თავს ყველგან არც მე მჯერავსო ლალი წერს ცეცხლის ხო შორენა წერს მარიამი იყო მისი ყველაზე მეტი ახლობელი სულით და ხორცითაც და მაგიტომ არ შორდებოდა არც მაგ დროს ქრისტეს მეუღლე იყო მარია მაგდალინელი ხო შორენა კი ქრისტეს მეუღლე იყო 100% ქრისტეს მეუღლე იყო იმიტომ რომ უკვე გამოდის ეს ინფორმაციები და ვეღარ მალავენ ამას რა და ქრისტეს ეხა უკაცრავად რა და ესეთი ასკეტური ცხოვრება რომ მოეცა ჩვენთვის მაგალითად ქრისტეს მაშინ აღარ ეთყოდა იმასულებს თქვენ შულებს მეუარეთო და მოდის ის დრო სადაც იტყვიანო რომ ნეტარია ის ნეტარი კი არა და ისო დალოცვილია ის ძუძუები რომლებიც ბავშვს აღარ მოაწოვებს ანუ ბავშვებს აღარ გააჩენენ გესმით აქ კრიტიკას იძახის ქრისტე
აკრიტიკებს იმ ხალხს, ვინც იმ მუცელს და ძუძუებს დალოზავს, ვისაც ბავშვი არ გაუჩენია და არ უჭმევია ბავშვისთვის და ქრისტე როგორ შეიძლება რომ ქრისტეს არ მოეცა ის მაგალითი ჩვენთვის, რომ ბავშვები უნდა გააჩინოთ. ანუ ხვდები რას გეუბნებით? პირდაპირ გეუბნება აქ ეს მონაკვეთი ქრისტეს ჯვარცმაზე ასვლის მონაკვეთი იერუსალემ ასულებს რო ეუბნება რომ მოუარეთო თქვენ შვილებსო რა და შვილების გაჩენას არ გრძალავს ქრისტე. თუ შვილების გაჩენას არ გრძალავს, თვითონაც მაინც ერთი შვილი მაინც უნდა ყოლოდა სამაგალითოდ რომ მოეცა ეს ჩვენთვის და ამიტომ ვეღარ მალავენ ამას. გამოდის ინფორმაციები გარეთ გამოდის უკვე. ვეღარ დამალავენ. გესმით? მაგდალინელი იყო იესო ქრისტეს ცოლი და მათ ყავდათ შვილი. და საინტერესო ის არის რომ თამარი ერქვა ამ შვილსაც რა და სარა თამარი ერქვა. სარაც ხდება ჩვენ და თამარიც ქართულ სახელებში. Oh, der Blick ist auch cool, oder? Ja. Ha? Noch so eine kaufen. Gelbe. Wo finden wir denn seine? Ich weiß nicht, uns hat direkt nicht gefunden. Ich hab die ganze და სარა სოფიას დაზეც არის საუბარი. ანუ ორი შვილი ყავდათ როგორც ჩანს რა. ორი შვილი ყავდათ. თამარს და აისა მაგდალინას და იესო ქრისტეს. თამარი და მეორეს არ ვიცი რა ერქვა. გამოვა ისიც. არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს. ხო? ეგრეა ეგ. გაკოცეთ მეგობრებო, დაგემშვიდობეთ თუ უყურებთ ცოტა ხანით. აი ჩვენი საკათმე მორჩით და უნდა გავიდოთ. თითქმის მორჩით, ხო? მარინოს შენ სხვა გინდა ჩემს მაყურებელს რამე უთხრა? Warum müssen wir was anziehen, wenn Feuergal? Sehr schön. არ მეცი, მე მგონი არ იყო მათო ქრისტე. ქრისტე არ იყო მათო. ხო. ყავდა თავისი მეორე ნახევარი. ხო. და რატო დამალებენ? რატო მალავენ? რატო მალებენ გაკავიგე. Papst Gregor in den 6. Jahrhundert war so frauenhasser, dass er sogar die Maria Magdalena. ეთიკაცი როგორ შეიძლება ესეთი რამე არ უაკეთებს? Ja, ერთი კაცი როგორ შეიძლება ილია რო აკეთებს ეთიკაცი როგორ შეიძლება რო აკეთებს ესეთი? როგორ შეიძლება რომ ერთი კაცი 58000 ბავშვს ნათლავს? როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება შენ ინათლია რომ მაბრაზებს იოანე? უნდა ვეჩხუბო შენ ნათლიას რა. აი არ შეგუშვა სახში და იმიტომ და ცუდ რაღაცებს აკეთებს. Да. რას აკეთებს? იქ რომ მიხვედი შენ სტუბრად არ შეგიშვა. შენ ანგელოზივით ბავშვი რო ხარ. შენი ნახვა არ უნდა და ილიას? ჰა? დავიჯერო შენი ნახვა არ უნდა და ნუცა ბუზალაზის ნახვა უნდა და? აი. ცეცხლი არის ჩვენში. ჩვენში, ცეცხლი არის? ჩვენში არის. აი, იცი როგორ არის ჩვენთან. აი, in den kleinen Zellen, ხო? პატარა უჯრედებში? პატარა უჯრედებში? უჯრედებში. არის პატარა ცეცხლი. პატარა? ძალიან პატარა ცეცხლი არის რა. ხო. ძალიან პატარა ცეცხლი არის. და ეს ცეცხლი უნდა საკვები. საკვები, ხო? ხო, საკვები. და რა არის ამ უჯრედების საკვები? ამ უჯრედების ცეცხლის საკვები? მეცნიერულად არის Kohlenstoff. ნახშირ ხო, მაგრამ მე მგონი წყალი? ნახშირ წყალი თუ ნახშირ წყალი? არა, ნახშირ წყალი არა, ნახშირ წყალი არა, ნახშირი. არა, ნახშირ. კარბონი. ნიკოლას, ცოტა. ნახშირ წყალი. ნახშირ წყალი არის თუ ნახშირ ბადი. არ ვიცი, მარინოს მართალი გითხრა. მე არ ვიცი რა ქართულად იმზე. კოლინჰიდრატიო და? არა, კოლინჰიდრატი არა. Wie, was denn? Kohlenstoff, ხო.
ნახშირბადი. შაქარით არის ნახშირბადი, ხო? ხო. ჩვენში არის ცეცხლი რა. აი ჩვენს ცეცხლის გარშე ვერ განვითარდებით? არა. ისგან შევდგებით ქანისგან. ისგან მაგრამ მიცა სად არის მიცა ნათლობაზე? მაინტერესებს სად არის. იმიტომ მიცას შეიძლება მიცა ფიქრობენ ეკლესია არის მიცა რა. აი შეიძლება ეს არის მიცა. ეკლესია არის მიცა. არა. არ ფიქრობენ ეგრე. არ ვიცი რას ფიქრობენ. რიტუალი არ თქვა და შო. რიტუალი არის ყველგან. აი ნახე, აქ არის ორი ჩხარი. აი ფიც არის. აი ნახე, სად არის მესამე? აი ერთი ჩხარი აქ არის, ნახე. მეორე აქ არის. და მესამე არ არის. რატო არ არის მესამე? არ ვიცი. და ვინ გააკეთა ეგ ჯვრები? დრუშბა? შვიდობით მეგობრებო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე ბედნიერი დღეები.